საერთოდ ყველა დიდი საქმე ფიქრთანაა დაკავშირებული. ჰაიდეგერის ეს უნიკალური გამონათქვამი ყოველთვის გვახსენებს თავს ქართული ფილოსოფიაც და არა მარტო ქართული, ყველაფერი ამაზეა აგებული. უნდა ვიფიქროთ კარგად და ფიქრის შემდგომ უკვე შედეგი სხვა არის. დღეს ორ უძლიერეს პიროვნებასთან ერთად საუბრობთ, თანაც ხარება დღეა, გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასაულს და გვინდოდა რომ სიხარული შემოგვეტანა ამ ჩვენს გადაცემაში, ასეც ხდება არაფერი შემთხვევით არ ხდება როგორც იტყვიან, ასე ინება ღმერთმა რომ სწორედ აი ამ დღეს ყოფილიყო ეს გადაცემა და ეს დაკავშირებული არის ღვინოსთან, როგორც სამკურნალო, უდიდეს სამკურნალო თვისებების მქონე. დღეს ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი ჩვენთვის უსაყვარლესი პიროვნება, ძალიან დიდი გამოცდილებით ევროპაში, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, სადაც ინსტიტუტის დირექტორი იყო 21-22 წლის განმავლობაში, ძალიან დიდი კვალი დატოვა. დღეს ძალიან დიდი ურთიერთობებით ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ახალ გუნდთან, რომელიც ბობი კენედისთან არის დაკავშირებული და სასაულ რამებს აპროგრამებენ მხედველობაშია ორგანული პროდუქტების სახით. ჩვენ აქ გქონდა საუბარი რომ ეს სამკურნალო, ნუ აი ესეთ პიროვნებასთან მე კიდე ცალკე ვიტყვით ამის თაობაზე, რომ სამკურნალო ღვინო და როცა რომან რურუას ამ ჩვენთვის სათაყვანებელ პიროვნებას დაურეკეთ უთხარით, რომან რურუამ გითხრა რომ ღვინო ყოველ სამკურნალო იყო და მე მსოფლიო ჩემპიონატზე რო გამოვდიოდი ყოველთვის ვიღებდი ღვინოსო და მცდელებმა მითხრეს რომ კი მაგრამ როგორ ახერხებო შე რა ძალა გაქვსო და ძალა მაქვს ქართული ღვინისო და აი ესე ვიყავი გამარჯვებული და ბეჭებ დაუდებელი ფალავანი რომელიც უცხოელს არ დაუმარცხებია, ეს უნიკალური მოვლენაა. აი და მართლაც სამკურნალოა ქართული ღვინო, ბავშვობიდან ამას ოჯახში ვხედავდი, როდესაც მამა ჩემი ბაღდადიდან ჩამოვიტანდა ღვინოს, გადმოიტანდნენ რიოზე, ურმებით მოქონდათ ეს ყველაფერი, ბაბუას მას ვხედავდი ამას და ერთი კვირა გვამზადებდნენ სახლში, როგორ უნდა გაგვეთელა ეს ღვინო, როგორ უნდა დაგვეწურა, მე ეხლა რომ საუბრობენ ორჯერ გამონახადი არაყი და ეს ყველაფერი ტექნიკა სახლში გქონდა, უნდა მოვიძიო ერთი ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეხლა დღეს როცა უსმენ დიდ მეცნიერებს, ყველაფერი ეს ასე მგონია რომ ბაბუასგან წინაპრებისგან მესმოდა. ანუ დღეს მსოფლიო მივიდა იგივე საწყისებთან, რომელიც ჩვენს წინაპრებს რაღაც არ ნახულად აი გენეტიკურად ჰქონდათ და აი კარგია რომ ქართულ ღვინოსთან ეს ყველაფერი ასე ჭრილში წავიდა. ჩვენ დღეს ჩვენთან ერთად არის ბატონი მურმან ქურიძე, რომელიც იყო მეღვინეობა, მევენახეობის ინსტიტუტის დირექტორი და ბოლო დირექტორი, მე მგონი პიროვნება, რომელმაც პარლამენტში ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რაც ღვინოსთან იყო დაკავშირებული და საერთოდ მამულიშვილები, ორი მამულიშვილი ძალიან ისეთი გამორჩეული პიროვნება, ორი ის პიროვნება მე საქართველოში ძალიან ცოტა ვიცი, ასეთი მებრძოლი სასუქების წინააღმდეგ, ქიმიის წინააღმდეგ, აი ორი პიროვნება, რომელიც ბატონი გახსოვთ ყველას ალბათ, ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი ჩაქუჩით მოვიდა. მე ყველა ჩაქუჩი უნდა დავარტყათ თავშიო, ვინცაც სასუქი შემოაქვსო და უამრავი სასუქები, პესტიციდები დიახ, პესტიციდები ყოველთვის მისწორებს, მაგრამ ბოლო ვისწავლე, ცუდი სტუდენტი აღმოჩნდი. ესე იგი პესტიციდები ეს მართლაც უნიკალური რამ არის, როცა ამ ორ პიროვნებასთან ერთად მე ვარ ბედნიერი რომ ვარ პირდაპირ ეთერში, თანაც აი ასეთ აღდგომის როგორც იტყვიან ბოლო კვირა, წინა ბოლო კვირა, ეს არის ყველაზე მძიმე კვირა, ხოლო კარგ საქმეზე უნდა ელაპარაკო და რაზე უნდა ვისაუბროთ უკეთესზე, ვიდრე ქართულ ღვინოზე. კი მითხრა ბატონმა თენგიზმა სხვა რამეზე არ გადაგვიყვანო, მაგრამ ორი წუთით უნდა გავახარო როგორც ბატონი თენგიზი, ასევე ბატონი მურმანი. გავახარო იმით, რომ ჩვენ აღდგომის შემდგომ 4 შაბათს, 5 შაბათს ვიწყებთ ძალიან დიდ ტურნეს, რომლის თაობაზე თავის დროზე ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და ის იყო აღთავანებული პროგრამით, რომელიც ჩვენ მაშინ წარუდგინეთ და დღეს მის ხსოვნას უძღვნით ამას და უძღვნით ერთიან კავკასიას და ძლიერ საქართველოს. ანუ ესე იგი დავიწყეთ სწორედ იმ ტაძრიდან, სადაც დაკრძალულია ჩვენი უწმინდესი, ეს დიდი ტაძარია, დავიწყებთ იქედან, ჩავალთ სოფლის ნოში, შემდგომ იმ ტაძარში ვიქნებით ყაზბეგში, რომელიც მის ლოცვა-კურთხევით აშენდა, მერე გადავდივართ ვლადიკავკაში,
სადაც და მივალთ იმ სახლში, სადაც დაიბადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მერე იმ ეკლესიაში, რომელშიც მოინათლა იქვე, მერე ეს წერეთლის ქუჩა და წერეთლის ქუჩაზე ვლადიკავკაზში და მადლობა ჩრდილოეთ ოსეთს, მადლობა იქ ოსჩას მეგობრებს, ოსებს, რომლებმაც შეინარჩუნეს ქუჩაც, სკოლაც, ესე იგი სახლიც და ძალიან სხვათა შორის თავის დროზე ძალიან დიდი ყურადღება მიაქცევდნენ ამ სკოლას, ბევრჯერ დადგა საკითხი მწვავედ. ჩვენ აქედან პედაგოგებით ვერ ვხმარებოდით, მაგრამ დადგა საკითხი ძალიან მწვავედ, ყოველთვის ეხმარებოდნენ ჩვენი მეგობრები. უდიდესი წვლილი აქვს ბატონ გოჩა ძასოხოს, რომ შენარჩუნებული იქნა, ისევე როგორც ბატონ ვალერი გერგიევს, ხოლო ეხლა ბოლოს ბატონმა ოთარ მარღანიამ, რომელიც ძირითადად დიდ ბრიტანეთშია, გამოისყიდა უпроსორად ის სახლი, სადაც დაიბადა პატრიარქი და უვლის ამ ეკლესიას, აღდგენა მიდის როგორც ერთის, ასევე მეორესი. იმის შემდგომ ჩვენ წავალთ კისტოოცკში, სადაც ქართველები ლობჟანიძეები ძალიან დიდი და ქართველთა დიდი არმია აშენებს წმინდა ნინოს ეკლესიას. უამრავი რამ არის იმ პერიოდში მეფეებთან დაკავშირებული ბევრი რამ, მოვინახულებთ ყველაფერს აღდგომის, ანუ კბირა ძალობამდე, რომ დიდი მადლი იყოს და ეს არის მადლიანი მოგზაურობა, როგორც იტყვიან, ჩვენ შემდგომ ყაბარდო-ბალყარეთში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში და ყველაფერს დავამთავრებთ მე-19 საუკუნეში ქართველთა მიერ აშენებულ ეკლესიაში. ეს არის შამილის რაიონი და ამ ეკლესიას დათუნა, ესე ქვია, შენარჩუნებულია მისი ყველაფერი და მადლობა იქაურ მაცხოვრებლებს, რომ ასე გააკეთეს. ერთადერთი ამ ვიცით რომ ესე იგი ეს რესპუბლიკა ძირითადში არის ისლამის მიმდევარი, მაგრამ ერთადერთი მართლმადიდებლური ტაძარია ის საქართველოსთან დაკავშირებული მე-19 საუკუნეში აგებული, 3 საუკუნე მოქმედებდა ჩვენი პატრონაჟის ქვეშაა და როგორც მეცნიერთა კონგრესი, ქართული ერთობის დარბაზი, დღეს ბატონ ჯუმბერ კოპალიანთანაც მქონდა საუბარი, ბატონ რომან რურუასთან. ეს უდიდესი რამ არის, მადლიანი მოგზაურობა და მიხარია რომ ამ მოგზაურობაში ბევრმა გამოთქვა სურვილი და პირველი ვინც იყო ერეკლე საღლიანმა თქვა, რომ მე აუცილებლად უნდა ვიყო ლიტერატურული საქართველოს ერთობის დირექტორმა და პოეტმა, ძალიან საინტერესო პიროვნება ჯუბაღებელმა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ჩვენ აი ამას, როგორც ვთქვით, ერთიანი კავკასიისთვის, ძლიერი საქართველოსთვის და პატრიარქის ხსოვნისთვის. აი ესეთ რამეს, ასე რომ თქვენს გაგახარეთ, მე მგონი და საქართველოს გავახარეთ, რომ ასეთი კარგი საქმე გეცდება. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მე ამას მინდა მაინც განსაკუთრებული პატივისცემით მოვეკიდო და ვთქვა, რომ იმას, რასაც ბატონ თენგის თქვენ აკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეხლა ამერიკაში უფრო გისმენენ და იმ გუნდში, რომელიც დაკავშირებულია და საერთაშორისო მასშტაბით ბიოლოგებთან და არა მარტო მათთან, აბსოლუტურად ყველაფერი თქვენი აღმოჩნდა ხედვა იმასთან დაკავშირებით, როდესაც ეპიდემია იყო და თქვენ სრულიად სხვანაირად და მე ვარ ერთ-ერთი თქვენი მოწაფე, რომელმაც აბსოლუტურად არაფერი არ მივიღე მაშინ და არ გავითვალისწინა და ყველაფერი დაადასტურა რომ ასე იყო, მაგრამ მე არც ვებძვი იმ ადამიანებს, რომლებაც საწინააღმდეგოდ გააკეთეს, არც მაქვს რაიმე საპირიქით, როცა მოусმენთ ჩვენ ძლიერ სპეციალისტებს, ყოველთვის სწორ კვარზე ვიქნებით. ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია ბატონი თენგი ჯალიაშვილი და ამას ადასტურებს ის, რომ ბატონ მურმანს რო დაურეგე გუშინ წინ მითხრა, რომ მე იმ ქვეყანას რა უთხრა, სადაც ბატონ თენგი ჯალიაშვილის ნაირი ხალხი არ არის ძალიან დიდი მისი პოტენციალი გამოყენებული არ არის. დიდი მადლობა ბატონ მურმან, თქვენ ესედაც დიდი კაცი ხართ და ამ შეფასებითაც ეს ყველაფერი დადასტურდა. მე მინდა ვთქვა, რომ აი ძალიან ძნელია, იცით, რომ ამ დღეებში ბატონ თენგის მის გუნდთან ერთად თვითონ ალბათ თუ ჩათვლის საჭირო თითქოს ექიმთა ძალიან დიდ გუნდთან ჰქონდა შეხვედრა. ქალბატონი ნინა ჟვანია ცნობილი პიროვნება იყო ამის ორგანიზატორი და აი აგერ ვკითხულობ იმის შემდგომ ბატონმა თენგიზმა იმის მონაწილეებს როგორი წერილები დაუგზავნა და უბრალოდ მიხარია რომ ქართველი კაცი ასეთი აკადემიურობით ყოველგვარი ზედმეტი რაიმე ამბიციების გარეშე, ლანძღვაგინების გარეშე ადამიანურად ყველას არწმუნებს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია სასწაული გავაკეთოთ ამ ქვეყანაში და მას მოყავს მაგალითი ინდოეთის ერთ-ერთი შტატი, სადაც აბსოლუტურად ყოველგვარი სიკიმის შტატი, სადაც ყველაფერი არის ორგანული 100%-იანი ორგანული ინდოეთში. მთელი მსოფლიო წავიდა უკვე ამ მიმართულებით. საქართველოში ძალიან ბევრ იმას იკავებს.
მე ვნახე თქვენი მონდომება პურთან დაკავშირებით და ხორბალთან დაკავშირებით უბრალოდ მინდა გითხრა ის რაც დაკავშირებული ამავე დროს ესე იგი ფუნქციურ საქმებთან ეს თქვენი როგორც იტყვიან ძალიან ძლიერი გამოგონება არის თქვენ სამკურნალო ღვინის სტატუსის შექმნაში უდიდესი როლს ანიჭებთ თქვა იმ გუნდს რომელთანაც ჰქონდა შეხვედრა აქ ქალბატონი ნინა ჟვანია იქნება ეს თუ თქვა მარიამ ჯაში და სხვები ვისთანაც ჰქონდა შეხვედრა და ძალიან ძლიერი შეხვედრა იყო როგორც თვითონ აღნიშნავთ ესე იგი რომ ესე იგი ისეთი იაპონელი იყო დოქტორი იოშიო ნაკატანა რომელსაც 51 წელს ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაუდგამს ამ კუთხით და თქვენ ამ მიმართულებით დღეს აგრძელებთ ძალიან ბევრ ამას ეს უაღრესად სასიამოვნოა მე აქ ხედავ რასაც თქვენ უბრალოდ ხანდახან მინდა რომ ისეთ ორგანოში მუშაობდე რომელთაც თქვენ ასე მიმართავთ ასე კულტურულად ასეთ კარგად როგორ მიმართავთ თქვათ ესე იგი ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს ქართულ ტელევიზიის პირველი არქის იმას რომ აი როგორ შეიძლება რომ მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამას აიკითხა ალბათ და ნახა ყველაფერი ეჭვერ მეპარება იმაში რომ თქვენ მხარეს უნდა დადგეს როცა მეცნიერი ამ რანგის მეცნიერი რომელსაც ევროპაში ეს გამოცდილება მიიღო 22 წელი დირექტორი იყო არ ვიცი მე მაგალითად თუ თქვენ ეს ტელევიზიები ყურადღებას არ მოგაქცევენ ყველაფერს თავი დავანებოთ რა თქვენ სიტყვას არ გვაძლევენ ხმას არაფრის ხმის ამოღები არ ვარ მაგრამ ასეთ ეროვნულ საქმეებს რომელსაც თქვენ თავაზობთ ერთ ტელევიზიას მეორე ტელევიზიას აგერ ერთი ტელევიზიასთან გაქვთ მეორე გაქვთ მიწერილი უკვე ვთქვათ ესე ქალბატონ მარიამ ლომინაძეს გენერალური დირექტორი ტელეკომპანია იმედი იქ ბატონ ირაკლი ჩიხლაძეს მიმართავთ ამას ქუთაისთან არის და ვიცნობ და რა ვიცი თუ მიწდება ჩვენი საუბარი იამაყეთ რომ ესეთი მეცნიერი გვყავს და იამაყეთ რომ ასეთ მომეცნიერმა წერილი მოგწერათ და ეხლა რაზეცა ეს წერილები როგორც არის ჩვენი მეგობრები უფრო მეც ისაუბრებენ დრო და დრო მე მხოლოდ რაღაც შეკითხვებით და პატარა რამით ჩავერთვები უბრალოდ ერთი რამე მახსოვს ბავშვობიდან რომ ბაბუაჩემს უყვარდა ამის მოყოლა როდესაც ერთმა ქართველმა მეორე ქართველი მიიწვია და უთხრა რომ მე ღვინის დეგუსტაცია მაქვს და მეწვიაო და ის ეუბნება რომ მე ჩემი ღვინით მოვალო პატივს ვცემ თქვენს ოჯახს ყველაფერი ჩემი ღვინით მოვალო როგორი ჩემი ღვინის დეგუსტაცია და თქვენი ღვინით რატომ მოხვალთო და იმიტომ რომ თქვენ რო ღვინოს წურავდითო იმ დღეს თქვენი ეზოდან სიმღერა არის მოდაო ესე იგი ანუ პრაქტიკულად მან დაადასტურა რომ ღვინო ეს ისეთი რამ არის რომ ღვინის შექმნის პროცესი ეს მზესთან სიმღერასთანაა დაკავშირებული ეს ზურაბ ანჯაფარიძისგანაც მომისმენია რომ ჭური გაახსნევინა ხელი ჩადო ჭურში ის უნდა დავიძინოვო იმიტომ რომ მზესთან უნდა მქონდეს კავშირიო ბატონ თენგის რა ვიცი აბა გაგვანათლე როგორც იტყვიან და დიდი მადლობა რა ხართ ჩვენთან და აი ამ აღდგომის წინა კვირაში ამ რთულ და ძნელ მძიმე კვირაში ძალიან კარგ საიმედო საქმეებზე ვილაპარაკობთ მადლობას მოგახსენებთ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას დიდებული მე მქონდა ბედნიერება შეხვედროდი უწმინდეს და საათნახევარი მალაპარაკა ამ ფუნქციურ საკვებზე და ამ ყველაფერზე და მე დამკიდა ჯვარი დამლოცა და მითხრა რომ აუცილებლად უნდა გამიკეთო ეს ყველაფერი საქართველოში. და ამიტომ სიტყვა მიცემული გაქვთ. მე ამ წოხარების ჟამს მე მინდა რომ გავამართლო ის დავალება შეიძლება ითქვას რაც უწმინდესმა მთელი საქართველოს მიერ დატირებულმა უკეთილშობილისმა პიროვნებამ პირველი და უმთავრესი რა არის რომ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ბატონი ბურმანი მოიწვიეთ იმიტომ რომ მისი ოპონირება არა მე მინდა რომ მისი ოპონირება ჩემთვის არის ერთად გამოვაკრისტალოთ ის პლატფორმა რომელიც იქნება ძალიან მომგებიანი საქართველოს მეღვინეებისთვის და თვითონ ექიმებისთვის, ქართველი ექიმებისთვის, ვინაიდან დღევანდელ დღეს ჰოლისტიკური მედიცინა უფრო ვითარდება, ვიდრე ფარმაინდუსტრიის მიერ წარმოებული სინთეტიკური დაწყებული პიგმენტები და რომელიც უკვე აიგზალა, 8-ვე აკრძალა ჯანდაცვის მინისტრმა ბობი კენედიმ ამერიკის ეს გამოკვეთილად უნდა ვთქვათ ხშირად რომ აკრძალა 8 ისეთი რამ რომელსაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ტაშს უკრავენ დღესაც ხო და დღეს მე როდესაც ქალბატონ ნინას მადლობა რომ ახსენეთ ქალბატონ ნინას მოწვევა უდიდეს პიროვნება ის იყო საკრებულოს დარბაზზე იყო გაჭედილი ამ
ელიტი შეიძლება ითქვას ინტელექტუალური ელიტით, ექიმებით და ქონდა აბსოლუტური ღია რა არის ჩვენთვის ძალიან საფრთხილო, იმიტომ რომ იქ აკრძალული, აქ შეიძლება შემოიტანონ ის სინთეტიკური პიგმენტები. ისინი არ გადაყრიან, ხო ფაქტია, ყველა დამეთახმა და ამავე დროს ძალიან ბევრი ეხლა გადადის კენტუკის შტატი და სხვადასხვა ისინი ადგილობრივ კენტუკის შტატში წარმოებულ პროდუქტებზე. წარმოიდგინეთ ახლა რას მიაღწიეს იმათ, ესე იგი ულტრაპროცესებული საკვები და ისინი უკვე აღიარეს, რომ არის ერთ-ერთი გამომწვევი ქრონიკული დაავადებებისა ბავშვებში 70% ახლა ოფიციალურად დაიდო ეს დასკვნა ჯანდაცვის ministris მიერ თეთრ სახლში გარჩევა იყო ამისი უსმინე 2 საათნახევრიანი უსმინე ამავე დროს სენატში როგორ იყო არნახული შეჯახება იმისა რომ და მე მივაწოდე მათ ჩემი პროფესიონალური განმარტება რომ აი ეს სინთეტიკური პიგმენტები სტრუქტურულად ერთნაირიაო ნატურალურ პიგმენტებთანო ხო და მე მივწერე ამ ელიტას ამერიკის ელიტას რომ მარცხენა ტუბს მარჯვენა ფეხზე აცმევთ მეთქი იმიტომ რომ ესე იგი ხირალური ნაერთებია სინთეტიკური და ამას აქ მარჯვენა ხირალია ეს ამი ნატურალურს ყველა და ჩვენი ორგანიზმი ამაზეა აწყობილი და ისინი რა თქმა უნდა იწვევს უამრავ ქრონიკულ დაავადებებს შესაბამი უამრავი განმარტებები და ისინი მივაწოდე მე მაჰას გუნდს მაჰა მე არის გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი და სწორედ აი ამ კუთხიდან მე მინდა ეხლა თქვენ წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო პროექტი რომელიც მინდა რომ ერთად გავაანალიზოთ და ერთად დავხვეწოთ აი ეს პროგრამა პირველი და უმთავრესი რა არის რომ დღეს არის ტენდენცია ასეთი რომ ფარმა ინდუსტრიამ მიხვდა რომ ღვინის ერთ-ერთი ელექსირი რესვერატროლი რომელიც წყალში უხსნადია ესე იგი აი უბრალოდ რომ ჩამოგიყვეთ მე ხა ზოგიერთ იმებს ვიტყვით რომ ეს არის ჯანსუღ კახიძე ეს რესვერატროლი რომელიც თავის ტვინში რილინი ასეთი ცილა აქტივებს ამ რილინს და თავის ტვინში ეს რილინი ქმნის აი ამ სინაფსებს თავის ტვინში და მთელი ის ინტელექტი და ის ყველაფერი როგორ რა ზომაზე გაიზარდოს ჰემისფეროებში ეს ნეირონების დენდრიტები და ისინი აი ამას ყველაფერს თურმე ეს რესვერატროლი იმაშება ამავე დროს ის სირტუინებს აქტივებს ტელომერებს შემოკლებას აჩერებს ესე იგი ჯანსაღსიბერეს ხელს უწყობს ეს ეხლა შესაბამისად უამრავ გულსიარღვევან დაავადებებს აუმჯობესებს და უამრავი კიდევ ისინი ახლა ბერო ჩამოგიყვეთ ესე იგი მე თვითონ ვიყავი გაოცებული პროფესიონალი ვარ ამდენი ხანია ესე იგი გაოცებული ვიყავი რა არის აღწერილი ამ იმაზე ეხლა ეს რომ შეიძლება ითქვას მიხვდნენ რომ ამაში დიდი ფული შეიძლება გაკეთდეს სწორედ ეგაუხსენი მე ექიმებს რომ დღევანდელ დღეს გვაქვს ორი და ამიტომ მინდა ბატონ მურმანი იყოს ჩემი ოპონენტი და თქვენც ასევე რომ მე გთავაზობთ ასეთ იმას რომ არის ღვინოში ნატურალური გახსნილი ეთანოლში გახსნილი რესვერატროლი და ეს შეითვისება 5 წუთში უკვე თავის ტვინში ადის და თავის გემატოენცელურ ბარიერსაც გადის და იწყებს აი ამ საოცარ ეფექტებს ხო საქმიანობას შესაბამისად ეხლა ისმის საკითხი რომ ამათ ფარმა ინდუსტრიამ შექმნა სინთეტიკური რესვერატროლი სინთეტიკური რესვერატროლი მაინც არ არის წყალში ხსნადი ამიტომ იმათ მიაბეს ის რაღაცა გარკვეული ნაერთები რომელიც რესვერატროლი კი არის რაღაცა დაჯღანული რაღაც უბედურება შექმნეს და ამას ყიდიან ამ ყველაფერს და ექიმები მეკითხებია რომ ჩვენ ეს საკვებ დანამატებად არის მიჩნეული როგორც ყველაფერი ეს საოცრება ხო ეხლა მე იმათ აუხსენი ის რაც მარცხენა ტუფლი კი არა ეს საერთოდ რომ უბედურებაა მიხვდი 45 ნომერ ფეხზე რომ 38 ნომრიანი ტუფლი ჩააცვა აი ეგეთ უბედურებაა რა ეს რაც გამოიწვევს მე რამდენიმე წლის შემდეგ და ამას აუცილებლად როგორც პესტე
პეისტებს ამბობენ რომ პეისტები ის არისო საერთოდ უსაფრთხო დღევანდელ დღესაც ამაზე სხედან მაგრამ სინამდვილეში 18000 ის არის ამ პეისტებზე განაჩენი რომ ჰოჩკინსის ისენი კარცინომები და იმეებს გამოიწვია დაავადებები და უამრავი სხვა დაავადებები და სწორედ ეხლა ისმის საკითხი რომ გეკითხებით მე თქვენ რომ რა გააკეთეს იმისათვის რომ კონკურენტი მოესპოთ დაიწყეს რომ ეთანოლი არის შხამი უბედურება და საერთოდ პატარა ისაც კი ვინაიდან წყალში არ არის და იმათი წყალში ხსნადია მივხვდი ეს სინთეზირებული ისა ამიტომ ეს ღვინო და ეს ყველაფერი საერთოდ შერაცხეს საერთოდ გაუბე ჯანსაღი და კარგია ეს პრაქტიკულად უგულებელია ხო უგულებას ეხლა მე მივმართი ასევე მათ ელიტას და საფრთხელი უბედურება ის არის რომ ექიმები ამას ააყვნენ და უამრავი საზოგადოება რაღაცნაირად დაზაფრეს რომ აი თუ ეთანოლს ალკოჰოლს მიიღებ ეს მორჩენილია ეხლა მე იმათ აუხსენი რომ ყოველდღე ადამიანის ორგანიზმი 3 გრამ ეთანოლს თვითონ წარმოქმნის თუ ეს ბუნებრივად ყველაში ესე იგი 3 გრამი რო გადაიგარიშო ღვინოზე ეს არის 300 მილილიტრი ყოველდღე რო დალიო ხო და სწორედ ეს არის მიჩნეული ყველაზე კარგ ნორმად სხვა ნორმალური ექიმების მიერ რომ თუ მიიჩნევ პატარა მცირე რაოდენობით მიიღებ ნატურალურ ბიოღვინოს შესაბამისად ამაში არის სწორედ ძალიან კარგი ეფექტები და გადასარევი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა შესაბამისად მე აუხსენდი და სხვა შორის გაშნენ ისინი რომ არ ელოდნენ რომ მე ესე აუხსნედი რომ თუ 300 მილილიტრის ეკვივალენტი ეთანოლი წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში, ესე იგი ჩვენს ორგანიზმს რაღაცაში ჭირდება, ხო სწორია ეს ამბავი. ამიტომ ეხლა ისმის საკითხი, რომ ჩვენ როგორ გავაკეთოთ? თანაც მე აუხსენი იმათ, რომ მე მოვიძიე ყველაზე უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტით, მოვიძიე რომ რესვერატროლი და კიდე არის აი ფერს რო აძლევს წითელ ღვინოს, ის არის ანტოციანები, წითელი ღვინო და ეს ანტოციანები, რესვერატროლი და ის მიკროელემენტები თურმე ამ ეთანოლს თუ რამე შეიძლება ის კონდეს უარყოფითი ეფექტი, საერთოდ აკრობენ ამ იმას, იმიტომ რომ ეს არის როგორც გამხსნელი მიმტანი კარიერი ამ იმისა რესვერატროლისა, ანტოციანები წყალში ხსნადია, შესაბამისად ამათი ერთობლივი ეფექტი საერთოდ თიშავს ამ ეთანოლის ნებისმიერ სხვა იმას, თუ რამე არის და შესაბამისად იწყება რაღაცა სინერგისტული მოქმედება ამ სინერგისტული და ადიტიური რა არის? ადიტიური არის 1 - 2-ია და სინერგისტული არის 1 - 5-ია. მივხვდით, აი ეგეთი ის არის ეფექტი. შესაბამისად ისმის საკითხი, რომ როგორ შეიძლება გავზომოთ თქვენ ახსენეთ იაპონელი მეცნიერის მიერ შექმნილი მეთოდი, რომელიც ჩემდა სახსიხარულოდ დანერგილი ყოფილა ჩვენთან საქართველოში კლინიკა ჰარმონიაში. მე ვესაუბრე ქალბატონ ნუნუს, რომელმაც შემოიტანა ესა დანერგა და 20 წელზე მეტია ამ მეთოდს ხმარობს გადასარევად. თანაც რა არის რომ შესაძლებელია. ხო, ეს ზომავს ენერგეტიკულ მერიდიანებს, როგორ არის დახშული და როგორ ხსნის ოღონდ. ისინი ხმარობენ სულ სხვა მეთოდით ხსნიან ამ იმას. ეს არის ამას ქვია ფარაონის ცილინდრები. ორ ხელში უჭირავს, აი მომეცით ეგა, აი ესეთი ცილინდრები ხელში უჭირავს და ეს ამათ შორის იხსნება გარკვეული წრედი და შესაბამისად იქნება გარკვეულწილად იხსნება და მე ჩემი თვალით უყურე როგორ ხელს აღარ უშვებდა ის ახალგაზრდა კაცი იმაში ვიდეოში რომ როგორი კარგად უზნოფო თავსო და უეჭველი მოიმატა ამ გახსნამ იმას. ეხლა მე შევეკითხე ქალბატონ ნუნის რომ თუ ღვინოში მცირე რაოდენობით, სულ 50 მილილიტრი გამიშინჯე, მე ვთხარი, თუ როგორ გახსნეს, იმიტომ რომ ჯერ ფონი მომიხსენი, აი როგორც იმაში მოხსნეს ამ ცილინდრებით, ფარაონის ცილინდრებით, ჯერ მოხსნეს ფონი, ნახეს რომ დახშულია რაღაც ადგილები, მე ამან როგორ გახსნა. ეხლა მე ვთხარი იმ ცილინდრებზე უკეთესად ეს ღვინო გახსნეს ამ იმებს, რატო? იმიტომ რომ უბრალოდ ყოლისა მთლიანად ეს ენერგეტიკული მერიდიანები არის ეგრეთ წოდებული ფასი, ალბათ იშვიათად თუ
ვინმე მისის რა არის ფასია, ხო? ფასია არის ეს ნახევრად კრისტალური, მთლიანად იფარება მთელი ეს ქსოვილები, კუნთები და ისინი ამ ფასი და ეს არის სწორედ ის მიმღები შეიძლება ითქვას ანტენა ჩვენი ორგანიზმისა, რომელიც შემდგომში მერე ეს ენერგეტიკას და რაღაც კაი ხასიათზე რო ხარ და რაღაც აი ესეთი ისენი, ხო? ასე იგი, ამ კუთხიდან მე ვუთხარი, რომ აი ეს მიკროელემენტები, აი ეს რესვერატროლი, ეს ანტოციანები უეჭველი უნდა მიცენ ამ ფასიას გარკვეული ის ჩახსნა და უფრო უკეთესი ფუნქციონირება ამ ფასიისა, რომ აღადგინონ ეს ენერგეტიკული მერიდიანები. მოეწონა შევთანხმდით ჩატოზეგანის ფლობელთან, ბატონ დავითთან და დამტო პატივი სათნახევარი. ალე კარგი რამეები აქვს გაკეთებული. დეტალური გარჩევა იყო, დეტალურად გავარჩიეთ მთლიანად ყველაფერი, როგორ უნდა იყოს ყველაფერი. ისაც კი ამიხსნა, რომ ღვინოს რომ მივცემო, როგორ უნდა შეინახო, როგორ იმას რანაირად ყველაფერი, ეს ყველაფერი, ესე იგი დავალაგეთო ეს ყველაფერი. ეხლა ისმის საკითხი, რომ მე მინდა ბატონ რომან რურუას აქედან მიმართო, რომ ბატონი რომან რურუა, რომელიც თქვენ კარგად ძანეთ და თვითონაც მოგვიყვა თავის ეზოში როცა ვიყავით, რომ ხმარობდა წითელ ღვინოს ვარჯიშის შემდეგ. სწორედ ეს იყო, სწორედ ის აღამდგენელი და მას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. მარტო ვარჯიშის წერი არა, ჭიდაობის წინაცრომდა თუ. ხო და ესე იგი, ეს კაცი ეს კაცი არის სოფლიოისა და მე ამისი მონაცემები არ აქვს ამას, გაგიდა. ეხლა ვიცევ კლინიკა ჰარმონიაში ბატონ რომან რურუას რომ აი ეს ყველაფერი დავადგინოთ ბატონ რომან რურუაზე თავისი ღვინოთი მოვიდეს რა ამიმათი იმიტომ რომ მასაც კარგი ღვინო აქვს რო გაგოშინჯა გადასარევი ღვინო იყო თავისი მაშინ ხო სისტუმნობისად მას ბუნებრივი კლდეში აქვს მოწყობილი საცავი ღვინის საცავი ეხლა შესაბამისად ისმის საკითხი რომ მე ვიფიქრე რომ ეს კვლევა ალბათ სოფლიოში რამოდენიმე ადგილას იქნება და ამ უძლიერეს ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხე რომ თუ არის ეს არსად სოფლიოში არ არის ესეთი კვლევა ესე იგი გამოდის რომ თუ ჩვენ საქართველოში ვიქნებით პიონერები რომლებიც აი ამ კვლევას განახორციელებს ზუსტად იმ იაპონური მეთოდით რომელიცაც აი ამ იაპონელმა ჩაუყარა საფუძველი და რომელიც აითვისა ქალბატონმა ნუნუმ ამ ჩვენ იმაში და შესაბამისად ისმის საკითხი რომ თუ ამან გახსნა მე ძალიან მაინტერესებს რომ შემდგომში ექიმები ამას როგორ კიდევ რას დაამატებენ მიხვდით ამიტომ მიმართე ქალბატონ მარის ქალბატონ ინასაც დეტალური გარჩევა ქონდა ამ იმაში ყველაფერში და შესაბამისად ეს არის მოდელი მეთოდი მიხვდით რომელიცაც გვიჩვენებს რომ აი ბატონ რომან რურუას რატო იყო ხომე რომ კისრულზე წამოიღებდა ხომე და საოცრებებს აკეთებდა ხო აი ესე იგი რაღაცა არის და თანაც ბატონ რომანას ხო გითხარ რომ კიდე ერთი მსოფლიო ჩემპიონი იყენებდა კარტოზიაცო ამ წითელ ღვინოსო ხო ესე იგი ამ ქართველებს და ეხლა უყურეთ რომ მე უფრო იქითაც მივდივარ რომ ეს მეთოდი მე ამიხსნის კიდევ ერთ უნიკალურ იმას რომ შოთა რუსთაველიდან დაწყებული ის ინტელექტი რომ იბმევოდა თავის ტვინში ეს რესტორატურის ინტელექტის შექმნა ქართველების უნიკალური რაღაცა უზარმაზარი ვაჟაფშაველასი და იმასი აი რა ფუნქციური საკვები იყო რა იმას შვებოდნენ რა სწავლდნენ როგორ იყო ეს ყველაფერი გამოსაკვლევია ისეთ ამ კუთხიდან და მე ახლა გადავდივარ ბატონ ბურმანთან შეკითხვით რომ ბატონ ბურმანმა ორი დეგუსტაცია მოაწყო აი ამ ქართული ღვინოების ისა და მისი შეფასება რომ მე წინააღმდეგი კი არა ვარ იმ არომატისა და იმ გემოსი მაგრამ გემო თქვენ სხვანაირი გაქვთ იმას სხვანაირი მე სხვანაირი და ვერაზოს მაგრამ თუ იმ ბოლს დავაწერთ რომ ამაში არის ეს რაოდენობა რესვერატროლის ამაში არის ეს რაოდენობა ანტოციანების ამაში არის ეს რაოდენობა მიკროელემენტების და ამ მიკროელემენტებსაც კიდე დავამატებ იმას რომ სხვადასხვა ჯიშის ვას სხვადასხვა მიკროელემენტებს აგროვებს თავის იმაში ყურძენში ხო და ფოთოლში შესაბამისად კუპაში და სეპაში შეიძლება ეს არის აბსოლუტურად მოუხნავი შეიძლება თქვა შექმნან ისეთი
სამკურნალო ღვინო, რომელიც 2 მილიარდ ადამიანს აქვს მიკროელემენტების დეფიციტი, ხალხო. ესე იგი, არანაირად უკეთესი, ვიდრე ამ ღვინით მიეწოდება ისინი და საკვებ დანამატები და ისინი, რომელიც არის ამ მიკროელემენტებისა, პრაქტიკულად გამორიცხულია, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში ანტაგონიზმია. მუდლერის რუკა ნახეთ, როგორი არნახული ანტაგონიზმი აქვს ერთმანეთში ამ არაორგანულ მინერალებს, ხო? შესაბამისად ეს ბიოფორმაში, ხელატებურ ფორმაში იქნება უფრო ადვილად შეითვისება და ეს არის როგორ გითხრათ, ეს არის სწორედ ის ჩამთველები, მაგალითად რკინა თუ არ ქონდა ერითროციტები რა ჟანგბადს გადაიტანენ, ხო, მაგნიუმი თუ არ აქვს, გულისკუნთი როგორ მოდუნდება და ისე და უამრავი ცინკი, სელენიუმი და ისინი, ესე იგი ეს ყველაფერი არის ამ ყველაფერში. ესე იგი ამას დაუმატეთ რესვერატორული ანტოციანები, ანტოციანებს კიდე სხვა ის აქვს, ანტიოქსიდანტები აქვს, ბრწყინვალე, ხო? ესე იგი ეს არის კრებული რაღაცა საოცრება, რომელიც მცირე რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ როგორც სამკურნალო და ის კი სამედიცინო ტურიზმი უნდა ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მომგებიანია ჩვენი ექიმი, სამედიცინო ტურიზმი გავაკეთოთ და სამკურნალო ღვინო და ყველაფერი ადგილობრივი წარმოებული ორგანული პროდუქტები მივართვათ ამ იმაზე და აი ეს არის შემოსავალი, აი ეს იქნება სწორედ ისეთი, რომელსაც ფეხზე დააყენებს იმას. მოგლეთ ბატონო მურმან, კარგი პროცესია. არ გრამეს იწყებს, შეიძლება ვერ გაიგო ბევრი რამ ისეთი რამღაც არის, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანი რომელიც ღრმავდება ამ საკითხში და ყველას უნდა კონდეს იმედი რომ აი ვთქვათ ხვალზე ჩვენი ღვინის სხვა პარამეტრების გამოჩნდება უკვე აი როგორ მოქმედებს ეს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ჯანმრთელობაზე და რა ვიცი. არავის არ გამოუკლებია თურმე ღვინო. შედავაგერო თქვენ წერილიც გაქვთ. ძალიან ბატონო მურმან. უპირველეს ყოვლისა მე მოგესალმებით თქვენს კოლექტივს მოსწავლეები და ყველას უსურვებ დღევანდელ დღეს დღევანდელი დღეა ეს რომელიც ეს მე მადლები ვარ ესე ასეთ საქმეში მეც ვთქვი რომ მე ღვინობის დახით ვარ ინჟინერ ტექნოლოგი მაგრამ კავშირში სტილობს საკუთარ ყურადღება მივაყროთ ენოთერაპიას ღვინით მკურნალობას თქვენ გადაგზავნეთ რომ ოდითგანვე საქართველოში ცნობილი იყო ღვინო როგორც სამკურნალო საშუალება და ჩვენმა მეცნიერებმა იმ დროს როდესაც ფაქტობრივად მეცნიერებაში ის კვლევის მეთოდები ასეთი დღეს რო არ იყო მაგრამ ჩვენებმა ფენოლური ნაერთები ისე ღრმად შეისწავლეს აი განსაკუთრებით თქვენ ბრძანეთ გურმიშიძე რა ფენოლური ნაერთები ისე შეისწავლეს რომ ეხლა ფაქტიურად მე ამას წინათ ერთი რამოდენიმე წლის წინათ დაცვაზე ვიყავი და იქ რუსეთში თქვენს რომ ჩვენ წინო ვერ წავიწიეთ რომ კაცმა მაშინ როდესაც მეთოდიკა იყო ძალიან მარტივი ძალიან დიდი შეფასებები გააკეთა და მონაცემები დადო. ეხლა რა მინდა თქვა რომ ეხლა თქვენ კარგად ბრძანეთ რომ ასეთი მიმართულებით როგორც თქვენ იწყებთ ეხლა საქართველოში საქმიანობას არსად არ მიდის ეს საქმიანობა და რატო? მე მიწოში გეტყვით რატო? ქვეყნის ღვინო ეს ხო განსხვავდება იმ ევროპული ტიპის ღვინოსაგან, ხო? რადგანაც ქვეყნის ღვინო ეს არის თვით დაწმენდით, რომელიც არ მუშავდება და არ იფარგლება მემბრანულ ფიჭში. ამიტომ ყურძენში არსებული ყველა ეს უნიკალური ნივთიერებები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, უკლებლად გადადის ღვინოში. და ეს რას ნიშნავს, რომ ღვინოს ვინც მირთმევს, არა, ამას თავის ორგანიზმში შეიტანს ამ ნივთიერებებს რა. ამიტომ ესე იგი ალბათ საქართველოს უნდა იყოს ამაში პიონერი, როგორც ჩვენ ვართ მეღვინეობის აკვანი, ასეთ ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ ჩვენ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს საქმე. ეხლა ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა ბიოღვინოს. თავრობაც სხვადასხვა წამოვიდა დახმარებაზე, თანადაფინანსებას უკეთებს. აი მაგალითად ფაქტობები რომ დარეგისტრირდეს გარკვეული რაოდენობით თანადაფინანსებას აკეთებს. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ გარკვეული სტიმული არის, რომ ჩვენ ვეუბნებით გლეხებს, რომ ისინი უკმაყოფილები არიან, რომ ყურძენი ბარდება ძალიან დაბალ ფასად. ვეუბნები თქვენ აწარმოეთ ოჯახის ღვინო. თანაც კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, რომ ყველა შეუძლია ოჯახის ღვინო აწარმოოს, დარეგისტრირდეს
გაგრძელდეს როგორც ინდივიდუალური მწარმოებელი და აი ახლა უკვე გამოჩნდა ჩვენ იმას ვეუბნებით, რომ მოდი თქვენ აწარმოეთ ბიოღვინო და რატო? ეს არის აქ რაოდენობას გასათვალისწინებელია, მაგრამ ყველაზე მეტად გასათვალისწინებელია ის, რომ ბიოღვინის ღირებულება თქვენ დავითი გეტყოდათ რამდენი ღირს. ეხლა ჩვენ ამერიკაში ხალხი ტრაბახობთ, რომ ღვინოს ყიდით კოკა-კოლას ფასი. ძალიან დაბალ ხარჯია. საშინელებაა ეგ რა. მე გული მწყდება. ეხლა მაგალითად მე 3 თვის მონაცემები დავეცანი და თითქოს 7%-ით გაიზარდა ფასი, მაგრამ ეს არ არის ფასი. მაგრამ ბიოღვინის ფასი, მაგრამ დავითი გეტყოდა, რომ ესე იგი ბიოღვინის ფასი იწყება 0.75 ბოთლი $200 და თქვენ წარმოედგინეთ და იყიდება როგორ იცით? ესე იგი ჩატანილი არ აქვს უკვე გაყიდულია. და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ვეწევით აგიტაციას, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ბიოქვევრის ღვინო ვაწარმოოთ. აქ არის კიდევ ერთი ძალიან დიდი წინააღმდეგობა იმისა, რომ ჩვენ უკვე ნაკლებად გვყავს ქვევრის ოსტატები და ნაკლებად ვაწარმოებთ ქვევრებს. თანაც იყო ერთი პერიოდი, რომ ალბათ ეს უვიცოვის ბრალი იყო, რომ ქვევრები ლაქით მოფინეს შიგნიდან და ის ფაქტიურად ქვევრმა დაკარგა ის უნებრივი თვისებები, რაც მას უნდა ქონოდა და რაც აისახება სწორედ ამ ღვინოში. ამიტომ ესე იგი ჩვენ ალბათ მთავრობას დავარწმუნეთ იმაში, რომ აი ქვეყნის წარმოებას უნდა დახმარება, უნდა სუბსიდირება, რომ აუცილებლად საქართველოში ქვეყნის წარმოება უნდა აღდგეს. ჩვენ გვყავს კიდევ ჯერჯერობით შემორჩენილი ოსტატები, რომელმაც ეს საქმე იციან და მე როგორც ესე იგი ამ დარგის ერთ-ერთი წარმომადგენელი მე ვიტყოდი, რომ ეს არის იქნება უხშემოსავლიანი და საქართველოში თუ ამ პერიოდში რომელიც ჩვენ გავიარეთ და დაახლოებით 100,000 ჰექტარზე იყო ჩვენი ვაზი და დღეს და განახევრებულია მისი რაოდენობა, ვაზის მოიმატებს და რაც მთავარია შემოსავალი ამ ვაზიდან საინტერესო იქნება წარმოებისათვის და რაც მთავარია შედეგი დებთ აქ შედეგს რა. ეს ესე იგი ბიოღვინის შემადგენლობა ჩვენ ჩამოვარდეთ ის მოლეკულური ინტერესები, რომელიც ბოლო ხანებში იყო შესწავლილი. მანამდე ესე იგი ქვევრის ღვინოზე ანტიოქსიდანტური თვისება, ვიტამინის თვისება ეს იყო უკვე, მისი ანტისკლეროზული, ანტიტრაუმული და ეს თვისებები იყო უკვე აღიარებული, მაგრამ ეხლა უკვე იმუნური სისტემის გაძლიერება არის შესაძლებელი ამ ბიოღვინით. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი მსოფლიოში. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ესე იგი კორონავირუსმა მსოფლიო გაანადგურა. კეთდებოდა 1000 ვაქცინები, მაგრამ ეს კორონა განიცდის მუტაციას და დღეს რო ერთი სახეობა, სხვა სახეობა, დღეს დამზადებული ეს წამალი თქვა რა, ეს ფაქტურად თაბაშგარია რო იტყვიან, მე მას სპორტული ენერგიას შემოვიდა რა და ის მაგრამ ეს ესე იგი ეს ნივთიერება, რომელიც არის აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ქართულ ქვევრის ღვინოში, ქართულ ტექნოლოგიის ქვევრის ღვინოში, ეს არის ანგარიშ გასაწევი და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სოფლიო ორი კომენტარი მანდვე. დიახ. აბსოლუტურად გეთანხმებით სოფლიო ჯანმრთელობის საბჭომ, ქაბატონო ტესიმ, სოფლიო ელიტა, რომელიც გამოიყვეს ჯანმოს და ისა, თავიანთ დეტოქსიფიკაცია სპაიქცილისა. აი ამ RNA ვაქცინების შექმნილი სპაიქცილა არის თეობითადად ეხლა დღევანდელ დღეს უკვე 4 წელია და თურმე კიდევ იქნება და ადამიანის ორგანიზმში ეს წამლას და რაღაც უბედურებას უკეთებს ეს სპაიქცილა, რომელიც ჩვენ ერთად გავარჩიეთ ესა. თურმე რესვერატროლი ამისი დეტოქსიფიკაციას უკეთებს ამისას. ეგ მეორე კომენტარი. ესე იგი მე იმიტომ შეთავაზე ქაბატონ ტესის, რომ აგერ ქარტისა იმაში ქართულ ღვინოში არის ის რესვერატროლი, რომელსაც თქვენ უნდა თავი ინტრიოთ, რომ როგორ გახსნათ ის საბოლოო. მეორე
თქვენ დანეთ რომ ქვევრი თვით ფილტრაციას აკეთებს. მე მქონდა ბედნიერება ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორს ჯერი პოლაკს, რომელსაც ჩემთან მეგობრობს, თხოვე რომ გამიკეთე მეთქი ქვევრის უძველესი მე-6 საუკუნის ნატეხზე შიდა ზედაპირი თუ წარმოქმნის მეოთხეული ფაზის მქონე წყალს. იბურტყუნა და გამიკეთა. მაინც მიდან სახელმწიფო მუზეუმიდან გააგზავნა დირექტორმა ოფიციალურად ეს ყველაფერი დამოწმებულია ყველაფერი და რომ მომწერა მეუფე დავითთან და შატოს რეგანში ეს განვიხილეთ, გახარებული იყო ყველა და ბატონმა რომელიც იყო მაესტრო ამ ღვინისა ექსპერტმა თქვა რომ მეოთხეული ფაზი მქონე წყალი რო წარმოიქმნება მას აქვს თვით გაწმენდის უნარი და სწორედ ის ინიცირებს ქვევში აი იმას და ესაც გაიხსნა კიდევ საოცარი სამყარო რომ ქვევს თურმე ყოველგვარი მოსანთვლისა და იმის გარეშე ქონია უნიკალური რასაც არც ერთ ბოთს ვითომ აძველებენ და იმაშვებიან იმ ბოთში არა რა ესე იგი ამ ქვევში მე მაგასაც გეტყვით რომ ძალიან საინტერესო ის იყო პირველი პრიზი მომცეს საფრანგეთში 2006 წელს ფარმა ინდუსტრიის ის იყო და რატომღაც ჩემი ის პროგრამა პროექტი შეარჩიეს პირველი $50,000 მომცეს პირველი პრიზი მე იქ აწდა ეხლა ეს მილიონერები და ისინი უნდა რომ ჩადონ ფული წამიყვანეს რესტორანში და რაღაცა უძველესი და გამიმასპინდნენ და ნუ გააკეთეს რეკომენდაცია ყველაფერი, მაგრამ არ გამიხსნა რაღაცა პატივი ნახეს. აბა მოხდა აი მე ვთხარი ქვევს რომ მოხდი და რო ციმციმებს ისა ქვევრი და აი ეგარი მოდი ჩამოდი და გაჩვენე მე ვთხარი ღვინის ისა რა არის თქო ამ იმაზე. აი ამ კუთხიდან აი მადლობა თქვენ რომ ეს ყველაფერი და ეს ამას აქვს აი ძალიან ბევრი კიდევ საიდუმლოებებია ამ ქვევრისა რომელსაც ეხლა მეორე საიდუმლო რა არის რომ ქვევში როდესაც ფერმენტაცია მაგრამ უყურეთ რა არის რომ ქვევს აქვს უნიკალური ნანოფორებისა და იმის ისენი რომელშიაც მეთანოლი უფრო პატარა ვიდრე ეთანოლი 4 ეთეულით პატარაა ამიტომ ის მეთანოლი შედის ქვევრის სიმებში და ამის მეთანოლისგან ქვევრი ანთავისუფლებს ამის იმას მივხვდით ამიტომ ეგაც უნდა შევამოწმო მე რომ ქვევს აქვს უნიკალური თვისება რომ მეთანოლისგან გააკეთებს და ამიტომ კახელების ის რომ ჭაჭაკზე აყენებდნენ ამ იმას და ეს თვითონ ქვევრი ამისგან აზრობდა ეხლა მე შევთავაზე სხვა ვარიანტი რომ კი არ გავაკეთოთ ფერმენტაცია ამ ჩენჩოსთან და ციფრასთან ერთად არამედ ეს მოვაშოროთ და ექსტრაქცია გავაკეთოთ იმიტომ რომ ექსტრაქციისას ის მეთანოლს არ წარმოქმნის გამიგე და შემდეგ ეს ჩავამატოთ უკვე ის რაოდენობა ზუსტად ის რესვერატროლისა ის ანტოციანებისა ის ყველაფრისა თანაც დაგვრჩება ჩვენ აი მეუყევი მე უწმინდეს რომ ჩვენ დაგვრჩება მე პექტინი სუფთა რომელსაც ასევე საუკეთესო ის არის საკვებდანამატი ხო აი იმაზე ესე იგი პრაქტიკულად უნარჩენო ტექნოლოგია იქნება და ყველგან ფულია აი ამ გაგებაში თანაც იქნება სამკურნალო ღვინო რომელშიაც იქნება მითითებული რა რაოდენობით არის ეს ანტოციანი რა რაოდენობით არის ეს რესვერატროლი და მილიგრამები უკვე ძალიან მცირე რაოდენობითაც კი უკვე იწყებს აი ამ კოგნიტიური მეხსიერებისა და ისა მოხუცებულობის ტელომერების შეჩერებას და რა ვიცი რაღაც საოცრები ჯანმრთელ მოხუცებულობას იმიტომ რომ დღევანდელ დღეს მე უყურებ ეხლა მე 80 წელს უკაკონებ უკვე და ჩემი ხნოვანების ხალხი ძალიან ძიმეთ რაღაცა ძიმეთ არიან და მე რა ვიცი 60-ჯერ ვიწევი მიწაზე ხომე ხელები და ეხლა იმიტომ კი არა რომ ისე იგი სწორი კვება სწორი ყველაფერი და აი ესაც მე მიყვარს ღვინო იცით აი იმპორტ მაგრამ ცოტა სვას ესე იგი ყველაფერი ცოტა ხო წყალი რო დალიო ბევრი 2 ლიტრა გუბედურება ხო პიტაპი ამიტომ ყველაფერი ნორმაში და იმაში უნდა დავაბრუნოთ ჩვენ აღვადგინოთ და ის შერაცხული ღვინო თვითონ ეს ალკოჰოლი არის
ყველაფრის დამღუპელი, ეს უნდა სხვანაირად იმასთან დავუშვათ. მაშინ ესე იგი ამით ხალხი განმოხატებოდა. ეხლა ეს მოაშორეს ახალგაზრდა ნარკოტიკების ეს სხვანაირად ამიტარებს. ნარკოტიკები აჩვენებს ამ ელოდებას ეგ არის რა, აი ეგ. მადლობა. სასწაულად კარგი საუბარი მიდის, მე მაინც ვერ მინდა გააგრძელოთ მე, მაგრამ წყალს მიაყენა შეურაცხყოფა წყალს დავიწყე. არა, უცებრო დალი. არა, უცებ არა, დღის განმავლობაში ვსვამ 3 ლიტრად წყალს. კი ბატონო, დღის განმავლობაში. აი ეგ ფასია. წყალს და მთავარი რა არის როდესაც როცა დავიწყეს და დავიწყეთ როდის როცა დავწერეთ ჩვენ ეს მოქმედების მანიფესტი და წაიკითხეს ეკლესიაში და ვერ გონთქვესო ამის დამწერები თუ ბიბლიური პრინციპით თუ იკვებებიანო მაშინ დავიჯერებთო და ნუ მაშინ ნახეთ რომ აი ეს ბიბლიური და ჩვენ წინაპრები ეს გამოლობაში უშუალო ეგ იმას რომ ხარ ესე იგი თურმე მეფეები და უმაღლესი სამღვდელო პირები დღეში ერთხელ იბებებოდნენ, მაგრამ ეს სერიოზული დაუჭირს ხასიათებდნენ. ასე რომ წყალი და ღვინო შეერთებულია. ახლა რაც შეეხება ჭურთთან დაკავშირებით მინდა ვთქვა საოცარი რამ, რომელსაც იუნესკოს გენერალური დირექტორი და ჩვენ პირველებმა მაშინ დავიწყეთ რომ გელათი და ბაგრატი ყოფილიყო იუნესკოს სიაში შეტანილი და ვარ ბედნიერი რომ 421 და 422 ეს ერთი და მეორე შევიდა ეს პირველი იყო საქართველოს მაშინ ესე იგი იუნესკოს გენერალური დირექტორი ავიყვანეთ აი ბაგრატზე მეხუთე მერვე საუკუნეებისა მეფე ლეონი რომ იჯდა იქ სადაც ეს ისე ეჭურები კი და თვალი ვერ მომცილდა ის უბრალოდ თქვა რომ ეს ესპანელი ისაც ბაგრატზე იყო და რაც იყიდებოდა აბსოლუტურად სხვადასხვა იყო. სულად სხვადასხვა. გააკუთვნეთ კაც ამ პურის პეთებლეს მოკიდეთ და მოყვანეთ ბაგრატზე. ეს სულად სხვა რამე არისო. მე გვინდოდა ჩვენ ეს გავგრძელოთ, კარგი რამ დავუწყეთ თქვენ აი ეს ბაგრატზე როგორ არის მოწყობილი ის მაცივრის რომ სასწაულობდა იქ მარტო ეს კი არის მოგვიდოდა ეს მაცივრის სასწაული იყო და საერთოდ ერთი რამ მინდა ვთქვა ახლა სხვა თემაზე არ გადავდივარ თუ გინდა ნახოთ ჩვენის წინაპრებს რას ნიშნავს ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანა და ერი ეს საქართველოს ამის ნიშანი ეს იუნესკოს გენერალური დირექტორმა თქვა მაშინ არის ის რომ ნახა მეხუთე საუკუნეში მეექვსე საუკუნეში კანალიზაციის სისტემა და როგორ ქონდა მოწყობილი ჩვენს წინაპარს და მითქა რომ სოფლიო მოვიარე ესეთი რამო და მე საფრანგეთში ცხოვრობო და პარიზში ხო იუნესკო ხო პარიზში იყო და ერთი საუკუნის წინო ესე იგი სახში არ ქონდა ტუალეტი და ქუჩაში ისროდნენ ყველაფერს ესე იგი იტალიაში ესე იგი ფრანგები და იტალიელი და ამ დროს აგერ ჩვენთან რომელ საუკუნეში რა იყო ამიტომ ამბობ ხშირად რომ თურაშაულის პატრონი დღეში არ უნდა ეძებდეს პანტას ხო სწორია რა შეგვასერებ ხოლმე რომ ცივილიზაცია ჩვენგან შევიდა ევროპაში ჩვენგან შევიდა გამას ისტორიულად დადასტურდა მაგრამ ახლა ბევრ რაღაცაში ჩვენ ცოტა ჩამოვჭირეთ ევროპას ეს უკვე ჩვენი ბრალია მაგიაროთ მაგრამ დღეს ამას ვსაუბრობთ მაგრამ თავარი რომელიც თქვა ბატონმა თენგიზმა და რომელსაც მე ვიზიარებ ამას რომ ინტელექტზე ჩვენი კვების პროდუქტების ზემოქმედება თუ ჩვენ ორგანული პროდუქტები როგორც უკვე ამერიკელების კვლევამ დაადასტურა საქართველოს წყალი, ჰაერი, სითბო და მიწა არის უნიკალური. ჩვენ შევდივართ იმ ქვეყნების სამეურში, სადაც ეს არის თუ ჩვენ ამ მიწაზე მოწეულ პროდუქტს მივიღებთ და ეს მიწა არ იქნება პესტიციდებით დაზიანებული, ჩვენ ინტელექტუალური გავლენა მსოფლიოზე გვექნება დიდი და დაიწყება საქართველოს სულიერი მისიის შესრულება. ამიტომ ამბობ ჩვენ რომ 80% და არის 80% შემოგვაქვს თურქული, ირანული და ეს პროდუქტები და 20%-ია ჩვენი, ისიც აღარ არის უკვე მე მგონი. თუ ჩვენ ამას შევცვლით, ეს რეალურია და თქვენთან ერთად მუშაობთ ჩვენ ამ პროექტებზე და თქვენ უნიკალური პროგრამები გააქვთ კიდე თქვენ როგორც მოძრაობას, თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რომ 80% მაინც იქნება და რეალური ეს
ჩვენი პროდუქტი იყოს და ყველაზე ავადმყოფი დღეს აი ამ კაცისგან ვიცი რომ ყველაზე ავადმყოფი დღეს ქართული მიწა ამ პესტიციდებით არის დაზიანებული მიწა დაზიანდა წყალი არა და წყალი არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე და მიწა არის ერთ-ერთი ყველაზე ყველა როგორ შეიძლება ებრძოდე თურქეთიდან შემოტანილი ასეულობით მილიონებით გადავიხადეთ აი ამ პესტიციდებში სასუქებში მოგვაქვს იქიდან და ვანგრებთ ქართულ სულს და ქართულ გულს. პატარა კომენტარი თუ შეიძლება თქვენ აქ აუცილებლად უნდა იმას ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ ძანებთ სასუქები სინთეტიკური სასუქები, ხო, რატომ? იმიტომ რომ ის არის აზოტის სინთეტიკური აზოტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა მიკროორგანიზმებს და იმას, რომელსაც ნიადაგის ჰუმუსს ქმნიან, პრაქტიკულად ყველაფერი, ეს არის ქიმია უნდა გამოვრიცხოთ. ესე იგი, პირველი რა არის, რომ მე ახლა ბატონ გურმანთან მექნება ასეთივე კითხვა, რომ მე მქონდა მოხსენება ტექნიკურ უნივერსიტეტში ნატურალური პიგმენტების წარმოებაზე და პირდაპირ ვთქვი რომ ჩვენ შეგვიძლია ვენახის ფლობელებს გაუზარდოთ შემოსავალი როგორ რომ გასვლა მიდის ვენახის ფოთლები გვჩება ან წავენ ან საუკეთესოა თუ კიდე დაყრიანით მიწაზე და მონელდება ჭიაყელების მიერ, მაგრამ ჭიაყელები აღარ არის, იმიტომ რომ ყველაფერი 600 მარტო პეისტების გამყიდველი მაღაზია საქართველოში. ეს არის გაუბედურება საქართველოსი. ამაზე დიდი ტერორიზმი არ შეიძლება იყოს, რომ ქიმიური ტერორიზმი მიდის ნიადაგს და წყალზე და დანარჩენი ახლა უბედურება. აზოტის გვარჯილა ეკიდება ყველგან. ხო, ეგ ერთი მაღაზია საძებია გაწო სასოფლო საძამლავი, მაღაზია საძებია. შხამქიმიკატი დიახ უკაცრავად. შხამქიმიკატი აწერია მაღაზიაზე. ეხლა მთელი ბედნიერება რა არის, რომ ჩვენ უნდა აუხსნათ, როგორ შეიძლება მოტივაცია გავიზარდოთ ვენახის ფლობელების. მე მქონდა აი ბატონ დავითა რომ დავიწყეთ პირველი ეხლა სწორედ ვიწყებთ იმას რომ ჩვენ ვიწყებთ მის ფერმა შატოზე განში უკვე მაჩვენა წითელი ფოთლები არის, ანუ ანტოციანებია ბევრი. არ მწვანე რა თქმა უნდა ქლოროფილია და ყვითელი არის კაროტინოიდები. ეს პრაქტიკულად სხვადასხვა ჯიში აქვს, რომელშიც სამივე პიგმენტი, რომელიც არის ყველა არის პrovitaminი პრაქტიკულად საოცრება, რომ ჩვენ თუ გამოვყოთ, აი ახლა მე მინდა თქვენ აი მომისმინოთ რა შევთავაზე და პატარა კრიტიკული მოსაზრებები რომ ერთად შევაჯეროთ ის პლატფორმა, რომელიც ძალიან მომგებიანია ყველასთვის. პირველი რომ ყველა სინთეტიკური პიგმენტი, რომელიც იყო ნავთობიდან წარმოებული რვავე ბობი კენედი მაგძალა ამერიკაში. შესაბამისად, უკვე 2027 წლის ბოლომდე ყველა დიდი კორპორაციებმა პირობა დადეს, რომ ამოვიღებთ რა ამ იმაზე, იმიტომ რომ დედებმა ამერიკისამ ყველა მხარი დაუჭირა ბობი კენედს, ავიყიდითო რა თქვენ პროდუქტს. გაკოტრებიან ისინი, მიხვდით, თუ მომხმარებელი არ აყავთ. შესაბამისად, ისმის საკითხი, რომ მოთხოვნილება ნატურალურ პიგმენტებზე არის არნახული. ესე იგი, ბაზარი ვერაზუს ვერ გაჯერდება ნატურალური პიგმენტები შესაბამისად ეს არის ოქრო შანსი საქართველოსთვის ხალხო რომ ჩვენ პირველი რა უნდა გავაკეთოთ აი გავსხალით ფოთლები გვაქვს ხოლმე ეს არის მეცნიერთა მიწაზე არ უნდა დავყაროთ ის უნდა გავაშროთ ლიოფილიზირებით რატომ ის მეოთხეული ფაზის მქონე წყალია და ის უნდა დავიჭიროთ ეს არის უნიკალური წყალი მიმისა ეხლა ვაზის იმიტომ რომ ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა მე მგონი ყველას გიჭამია და საუკეთესო იყო ის იყო უკვე სამკურნალო ის იყო ხო ვაზის ტოლმა აი ამ კუთხიდან ეხლა წარმოიდგინეთ რომ აი ეს ვაზის ფოთოლი რომელიც ეხლა იყრება და იწვება და უბედურდება რომ ამათგან შეიძლება გამოვყოთ ეს პიგმენტები სამივე პიგმენტი ცალკე დამრჩება მე ანარჩენი ამ ფოთლის ახო ისტორია მე ამ ფოთლის ანარჩენს ვაძლევ ჭიაყელას ქართულ ჭიაყელას და კალიფორნიულს ქართული ჭიაყელა ამას გადაამუშავებს და მოგვცემს ვერმისასუქს რომელიც არის უნიკალური აი ამ ჯიშისთვის ამ იმისთვის იმიტომ რომ ამ ვაზმა ყველა პროფესორზე უკეთესად და ყველა მეცნიერზე უკეთესად იცის რა დააგროვოს რა მიკროელემენტები დააგროვოს და მიეცი რა უკან შედალოცილო ეს
ჭიაყელის მიერ გადამუშავებული ის იმიტომ რომ თუ დაწვავ მაშინ არაორგანულ ფორმაში გადადის მიკროელემენტები და ანტაგონიზმი ხდება ხოლო თუ ჭიაყელა გადაამუშავებს მას ჰუმინისა და ჰუმიკის ჯავებთან ეს ხელატირებულია და ადვილად შეითვისება მცენარის მიერ შესაბამისად ეს არის უნიკალური ბიოსასუქი და ამავე დროს გაქვს ჭიაყელა რომელიც არის 65% ცილა რა სოიას ცილები აგიწყლათ ამაზე უკეთეს ცილა იმიტომ რომ მე აკადემიაში მქონდა მოხსენება და ერთ-ერთი ისენი როგორ ახლა ჭიაყელა და ისენიო და მე ვთხარი ზოგიერთ აკადემიკოს ისა კრუხზე ნაკლები ჭკვა აქვს მეთქი და რატოო და იმიტომ რომ მე ვთხარი კურხი რომ გაქეკავ და ჭიაყელას აღმოაჩინეთ დაუძახეთ ციციფ და თავის ციცილებს საჭმევს რომ იცის რომ ის საუკეთესო ცილა თავის მებისთვის ესე იგი ეს არის უნიკალური საკვებ დანამატი ცილა რომელიც პრაქტიკულად არაფრისგან იქმნება იმიტომ რომ მრავლდება ამ იმაზე საოცრად კარგად თანაც გვაძლევს უნიკალურ რა აზოტის სასუქები რა ისენი აგიწლათ აი ეს ფოთოლი აი ბედნიერება ბატონებო როგორი გადაცემა დრომედის ულმობელად თანაც ეხლა უყურეთ რომ ის ნატურალური პიგმენტები რო გამოყავით სამივე ის ხო შემოსავალია დამატებით იმ ყურძენზე მეტი იქნება შემოსავალი ვიდრე ხო გამიგეთ რა არის თანაც ეხლა ისმის აკითხი რომ რამოდენიმე კითხვები მომწეს ეხლა ძალიან ბევრმა ის რო გავარჩიეთ რომ კი მაგრამ ესე იგი როგორ ხდება ეხლა ვინ იყიდისო ვინ იყიდის კი არა მე ვთხარი ხელებზე გაკოცებენ მე ვთხარი რატომ იმიტომ რომ ეს კი ეხლა მე გავარჩიე მთლიანად ისენი მთელი ეს ნაყინის წარმოება ევროპისა გადადის ნატურალურ პიგმენტებზე მთელი ეს ისენი ჩვენთან სინთეტიკური პიგმენტებით ხდება იმ ნაყინის და იმის შეღება ყველა ის კანფეტები და ისენი თუ სინთეტიკური პიგმენტებით არის შესაბამისად ყველა ის ყველაფერი რაც კი დღევანდელს იყიდება ჩაენაცვლება ეს სინთეტიკური პიგმენტები ამ იმით ნაყინში იმაში ყველაში და ეხლა მე ნაყინს ვეღარ ვჭამ იმიტომ რომ ვიცი რომ სინთეტიკური პიგმენტებია და დამაზიანებს მივხვდით ამ კუთხიდან თან შაქარია გაუბედურებული ეხლა ამ კუთხიდან მე გარკვეულწილად მაქვს ისე რომ აი ჩენჩოდან მეორე არის წინვალე ისა ყურძენს რომ დაწურა გრჩება კანი რომელშიც არის სავსე რესვერატროლით ამ კანში და ანტოციანებით ხო ის შავი რჩება ხო აი მე ბატონ ზურაბთან ერთად კუმსიაშვილთან გავაკეთეთ ცდა რომ ის ჭაჭითი ხო გამოვყავით ეს ისენი ნენელა იმას ქენი და ნახეთ რომ გრჩება სუფთა პექტინი ეხლა უყურეთ რომ გამოვყავით ეს ისენი ექსტრაქცია მოხდა არა ფერმენტაცია მიხვდით აი რა მინდა რომ ფერმენტაციის დროს მეთანოლი წარმოიქმნება ამ კანიდან და წიფსიდან ხოლო ექსტრაქციისას არ წარმოიქმნება შესაბამისად იგივე ღვინის სპირტი, ღვინის იმით არყით ხდება გამოყოფა, ექსტრაქცია ამისა და მე ამატებ უკვე იმ რაოდენობით, რომელიც გჭირდება რომ მიაწერო რომ ეს არის სამკურნალო ღვინო. ამავე დროს ის რაც მრჩება ის პექტინი აი ამ გამოყოფის შემდეგ არა, ის პექტინი ჭიაყელებს აღარ ვაძლევ. უკვე იმიტომ რომ ის იქნება უნიკალური დანამატი ჩურჩხელაში, იმიტომ რომ ის პექტინი წყინვალეთ ასუფთავებს კუისალთავის სისტემას ბავშვებისთვის და იმისთვის და ეგ სამკურნალო ჩურჩხელა რომ უწმინდეს მოუყევი რომ ესე მინდა გავაკეთებ მეთქი ჯვარი დამკიდა და დამლოცა და მითხარ რომ გამიკეთე ეს ყველაფერიო. აი ეგ არის ეს ყველაფერი. გვეუბნებიან მალეო და მე კაბატონი მანანაბაშიძის გადაცემა და 1-2 რო შევავიწროვეთ, ამიტომ საყვედური მივიღეთ. ცოტა დრო დავჭამ. ძალიან სასიამოვნო, მე უბრალოდ ერთ დეტალს ვიტყვი რომ ბატონ დავით ატუნაშვილთან მიგვიყვანა ჩვენ და მოყვა რაღაც საოცარი რამ მეურნეობა ვნახეთ ეს ღვინის წარმოება ყველაფერი, მაგრამ რამაც გამოვაცა იქვე აქვს კაფეა, მაღაზია, ხო, კაფე ხო ესე და ეგ საკონელი ყავს გარეკილი ისეთ ადგილზე, ისეთ ადგილში ყავს რომ არავითარი ქიმიური კაფეურად არაფერი ეკოსოფელი. მე იქ მივიღე ძეხვი, სოსისი და რაიმე უბრალოდ მინდება რომ აი ამ 40-50 კილომეტრზე იქეთ წავიდე და იმ პატარა აი კაფე მაღაზიაში დავჯდე რომ იქ მივიღო ყველაფერი აი როგორ მოენატრა ადამიანებს ჯანსაღი პროდუქტი და რატომ ვაკეთებთ ამას და რატო არ უნდა იყოს შემოწმების ისეთ სისტემა რომ ეს არაჯანსაღი და პრაქტიკულად საწამლავი პროდუქტები, კვების პროდუქტები რატო უნდა იყიდებოდეს ბრძანეთ ხო თქვენ ის არ ნახეთ თევზები რო ყავს დავიცი ტერიტორიას. ყველაფერი უნდა სასაულიარია გაგებოჭა. ეს პიროვნება, მან პიროვნებას მე დირხანია ვიცნობ და თავიდან რომ მეღვინოობას მოკიდა ხელი, ნამდვილად ძალიან მოინდომა ამ პიროვნება, ისე მოინდომა რომ უკვე თავის განათლებით
ძალიან ბევრ განათლებულ პიროვნებას არ ჩამოვარდება. არ ჩამოვარდება კი არა პირიქით ის პრაქტიკოსია კი, ღვინის საკითხებში და განამარტო ღვინის საკითხებში, იქ მშენებლობის საკითხებში და სხვა საკითხებში. იმიტომ რომ მეღვინეობა აუცილებლად არის დაკავშირებული ჭურჭელთან. ჭურჭელი თუ არ გვექნა ჩვენ კარგია რა მეღვინეობაში რა. ჩვენ ღვინოს ვერ ვაწარმოებთ. ეხლა მე მაგალითად საფრანგეთში მქონდა შემთხვევები, როდესაც სეზონის პერიოდში მე მომიწია ალბოდიდან ყოფნა და ჩავდიოდი ვითხოვდი რომ ჩასულიყავი ქარხნები მენახა და იქ ყურძნის გადამუშავება. არაფრით ეხლა თუ დამიჯერებთ ალბათ რომ არაფრით მათი ყურძენი ჩვენ ყურძენს არ ჯობია გემოვნებით, მაგრამ აი ყურძნის გადამუშავება და მერე პროცედურა ისე დონეზე აყვანილი, რომ აი აქ არის სწორედ მათი შედეგი, აქ არის შედეგი. ჩვენთან ახლა უკვე მოკიდეს ხელი იმას, რომ ესე იგი აი მაგალითად ახლა მიიღეს კანონი ძალიან კარგი ამას მივესალმები, რომ თუ ჩვენ სამრეწველო ვენახის გაშენება გინდა რა, უნდა შეირჩეს მიწა და ამ მიწაზე რა ჯიში შეიძლება იქნეს კარგული გამოყენებული სამეცნიეროდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი ამბით დავამთავროთ, რომ მე მიმიწვია დავით მიზანდარბა და მაჩვენა ქვევრის ცენტრი. 3D პრინტერით ბეჭდავს ქვევს, არის უნიკალური ქვევრი. ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა, რომ მე ბატონ დავითს თუ მოусმენს ახალ სამ გადაცემას, მინდა ვისურვო, რომ ის უნიკალური სოფელი, რომელიც მას აქვს გაკეთებული, იმ სოფელში თენგი ჯალიაშვილის სახელთან დაკავშირებული ნორჩი მემენახეების თუ სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ვისაც უნდა საზაფხულო სკოლა გაკეთდეს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი რამ, იმიტომ რომ უნიკალური იქნება თავისთავად ბავშვები უნდა მივაჩვიოთ სხვა გარემოა, სხვა პირობები აქვს შექმნილი და ეს ძალიან კარგი და ნოვატორული იქნება. ეხლა აშკარად ბატონ მურმან ესე იგი ეს კაცი რომ შერეკილია არის კარგი სოფლიო შერეკილება შეცდას და ესე იგი არის ეს კარგი დღე შედგა ეს ყველაფერი ჩვენ ღვინო წყალი ხორბალი და სამი ესე იგი ჩვენი კიდე ფუტკრის წარმოუდგენელი თაფლი ღვინო წყალი ხორბალი თაფლი გვაქვს სადაც წარმოუდგენელი მოთხოვნილება ახლა ბიოთაფლს ბიო ყველაფერი არის ბიო ორი მიმართულებით წაგონა საქართველოს გახსნის უაღრესად ვით უფრო ახლოს მდინარე პროცესები ზიანდება ძალიან ბევრი რამ საკურორტო ადგილები და საქართველოს ხდება გარკვეულწილად აი ამ კუთხით მნიშვნელოვანი ეხლა ჩვენ გადავინაცვლოთ ჩვენ პროდუქტებზე რომ ჩვენ აქ ტურისტი რომ ჩამოდის პრაქტიკულად თუ ყველაფერი თურქეთიდან ამიდან მოვიდანეთ საკვები პროდუქტები მაშინ სირცხვილია საქართველოსთვის და დღეს კარგი დღეა მინდოდა რომ გავეხარებია ბევრი ვინმე და დავამთავრებთ მუხრან მაჭავარიანს აქვს ერთი ძალიან კარგი ლექსი სხვისი ყოფილა თუ ყოფილა ჩემს თვალზე ცხრემლი ყოფილ ვარ სხვისი მწუხარებით მე ბევრჯერ ავად ყოვლა ძლიერ გახარება თუ მინდა ჩემი უნარი სხვისი გახარების მიბოძე უმალ აი ორი ადამიანი სხვისი გახარების მერტო ამრავლე საქართველოში ისეთი ხალხი ისაც სხვისი გახარების უნარია გავახაროთ ერთმანეთი არ დავამძიმოთ არ ვამძიმოთ არ ვაგინოთ გავახაროთ ერთმანეთი სხვისი გახარების უნარს გაუმარჯოს ქართულ გენში დიდი მადლობა